მეცნიერები ამბობენ, რომ დღისასწაული დასაწყისი საუკეთესოა. მოდი გავტესოთ. ყველა წარმატებულ ადამიანს დაწყებული ილონ მასკიდან დასრულებული კრისტიანო რონალდუთი ერთი საერთო აქვთ. დილის რუტინა. დილის რუტინა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ადგომის შემდეგ პირველი 1 საათი განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება შენი დღე. სწორად დაწყობილი დილის რუტინა ეხმარება ჩვენს ტვინს სწრაფად გამოფხიზლებაში, ზრდის პროდუქტიულობას და ინარჩუნებს გონების სიცხადეს. და თითქოს მათი წარმატება სწორედ დილის რუტინის დამსახურებაა. ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ ჩემს თავზე მორგებული იდეალური დილის რუტინა შემემუშავებინა. მეცნიერული ფაქტებით. მოკლედ ამწაფს გავიგვიძე. ხმაზეც მეტყობა. წესდარგი ჩვენ გამოგვიძე ნატურალური სინათლით, ანუ მზის ხილებს უნდა გავიგვიძებინეთ, თუმცა სამწუხაროდ არ გვაქვს მზის ხილები. და ხო, ჩემნაირი გიჟი არავინ არის, ასე რომ მთელ ოჯახს გემრიელად წინავს. მე აქვს ივარ და ვიდეოს ვიღებ. კვლევები გვიჩვენებს, რომ მზის სინათლესთან ერთად გაღვიძება აუმჯობესებს სიფხიზლეს, ძილის ხარისხს, განწყობას და ამცირებს სტრესს. მოგეთ შემდეგი უნდა გავაკეთოთ აზიდვები. აზიდვების კეთება გაღვიძების შემდეგ გეხმარება იმაში, რომ გამოფხიზლდე, სისხლმა მოძრაობა დაიწყოს და უფრო ენერგიულად შეხვდე შენს დღეს. ხო, რამდენად იმუშავებს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რამის მოდი გავაკეთოთ. ხო, მე არც ისეთი სივრცე მაქვს ოთახში. ასე რომ როგორმე უნდა დავეტიო. ზოა დავისვენოთ, გავაგრძელოთ. რაც შეეხება მზეს, მზე ჯერ კიდევ არ ამოსულა. ყველა წარმატებული ადამიანი თვითონ ალაგებს დილის საწოლს. თუ რა თქმა უნდა, მოსამსახურეები არ ყავს. მე კი არ მყავს, ასე რომ მოდი ავალაგოთ. შეიძლება საწოლის ალაგება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის დისციპლინაზე საგრძნობლად მოქმედებს. Oh my god, bro. ახლა კი ერთი ჭიქა ცივი წყალი უნდა დავლიოთ. ნუ არა, ცივი არსად იყო ნახსენები, მაგრამ ხო, თბილისს ხარ დავლა. ხო, დილით ჩემი ძმა არ გამეღვიძები და გადაწყვიტა, რომ დივანზე დაწოლილიყო. თუმცა ის არის ცოტა რო აქაც რომ გამოსულიყავი. ესე ჩვენი წყალი. და გაგვიმარჯოს. გაღვიძების შემდეგ თქვენი ორგანიზმი საშინლად დეჰიდრატირებულია, რადგან 8-9 საათის მანძილზე სითხეს ფიზიკურად ვერ იღებთ. ერთი ჭიქა წყლის დალევა კი მყისიერ ახდენს ორგანიზმის ჰიდრატაციას, რაც ენერგიას და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. მე ვფიქრობ, ლიმიანი წყალი უფრო გემრიელი იქნებოდა. წყალი დასუხარდა. მოდი ახლა ცოტა კრისტიანო რონალდოს მიუბეცოთ და ცივი შხაპი მივიღოთ. ვერ ვიტან ცივ შხაპს. ნუ ზოგადად გრილ წყალში ვბანავ, იმიტომ რომ ცხელ წყალსაც ვერ ვიტან, თუმცა ძალიან ცივ წყალსაც ვერ ვიტან. ასე რომ გავაკეთებ ასეთ ტექნიკას, 1 წუთი ცხელ წყალს ვივლებ, შემდეგ 1 წუთი ცივს, ისევ 1 წუთი ცხელს, 1 წუთი ცივს. ან რამდენ ხანსაც გავკაჩავდი ასე ვქრათ, იმიტომ რომ არ მინდა მოვუგდე და ფილტვების ანთება დაანარჩოს. ხო, კრისტიანო რონალდო ვინ არის წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ კრისტიანო რონალდოსავით ნამდვილად ვიღებ სივშავს. და როგორც ხედავთ, ძალიან მესი ამოვნა. საშინელება იყო. ცივი შხაპი დოპამინის დონეს დაახლოებით 250%-ით ზრდის. შედარებისთვის ჩვეულებრივი შოკოლადის ერთი ნაჭერი 50%-ით. ანუ ცივი შხაპის ეფექტი თითქმის 5 ჯერ უფრო ძლიერია და რაც თავარია, ბუნებრივი. ამასობაში მზეც ამოდის. 7 საათი მოვიდა, გადაცდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგეთ ყველაფერი განაცდა უკვე. ხალხმაც მოძრაობა დაიწყო და მე გავიგე რომ თურმე 7 მუსიკის მოსმენა უფრო კარგია სირბილისას, განსაკუთრებით დილით, ვიდრე ხმაურიანის. რავი, ახლა აი ასეთ ხასიათზე ვარ, ასე რომ გავუშვათ ბილი აილიში. რატომაც არა. წავედით დავაძუნძლოთ. დილის სირბილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა სხეულის გასააქტიურებლად. მოძრაობა ტვინს მეტ ჟანგბადს აწვდის, რის შედეგადაც ფიქრი ხდება მსუბუქი, ყურადღება მკაფიო და რეაქციები სწრაფი. ფიზიკური დატვირთვა ტვინში ენდორფინების გამოყოფას იწვევს, რაც ბუნებრივად ამშვიდებს ნერვულ სისტემას და მთელი დღე დადებით ენერგიაზე გამყოფებს. ძალიან დიდი მანძილი არ ამირჩევია. გადავწყვიტე რომ საშუალოზე ვირბინო, იმიტომ რომ დიდი ხანი არ მინებენია და არ მინდა ძალიან გადავიტვირთო. Like a beautiful day in August, I get lost in your frequency when I'm not recording. Like we ძალიან მაღალ ტემპში დავარბოდი და ვერ გავხაჩი. დიდი ხანი არ მერბენია.
დარბაზში თავს ვაიდებ ხოლმე სირვილს. Into your passions like what should I invest in? You don't need a camera light to show off your perfection. Standing in a mirror like damn that just cuffing in those jeans and I'm genuine. Now I got you blushing. But understand without you girl I'm really nothing. Take away these lyrics and my mic I need არა რთულია ზმო. ძალიან დამუწევი ეს სირვილი. ადგილი ვისაც ეცლოთ და წედ კონდებში. მეგონი უფრო ხშირად მოვირბინო ხოლმე. my drink and my two-step. Things that I use less start to become useless. Feel like I აუ ძალიან იქ. მე არ შემჯობს. using fuse less. Girl, just hear me out on this ISO and goose-ish. When we get together, everything just feels alright. Staring in your eyes, girl, all I see is starlights. You my top prize, yeah, but we more like. ორი წამის შემთხვევით წითელზე გადავედი და კინაღამ მანქანამ დამარტყა, მაგრამ რა აქვს. აი დავრბივარ ხარად, დავრბივარ რა. მოძრავ და ხალხი რო დამინახავს. შემოხედავს და რავი, დაბღვერილ საშუალო სიმაღლის შეფუთულ ახალგაზრდას დაინახავს, რომელიც დარბის რა. ხო და გაიფიქრებს ალბათ რა. მეტალს უსმენ არა მძიმე როკს. ამ დროს მე გაიცოდა და ძალიან მაქსიმუმ 600 მეტრი რო არ მოგატყო დიდად არ გამისწორდა. ჯერჯერობით ძილი მირჩევნია. Let me show you what I got. I'ma make you spend 15 მაქსიმუმ 20 წუთია მოვბივარ. მანძილი იქნება დაახლოებით კილომეტრი ნახევარი. ნუ მართალია დავით გოგინსი. ძალიან ბევრ დარბის დილავით. მაგრამ მე კევინ ჰარტი ვიცირბილის მაყყოფილებს. იმედია ცივი შაპის მე რო გამოვედი არ გავცვიდები. მე მგონი მაგასე ახლა არ უნდა ვფიქრობდი. ძალიან დავიღალე. ლიფტი ხო არ გისმოთ მეგობრებო. მოვედი სახლში და 8 საკლია 10 წუთი. სკოლის დღეებში ზოგადად ამ დროს ვიღვიძებ ხოლმე და ახლა ძალიან მეძინება. ამიტომაც გავაკეთოთ ყავა. ყავა გავაკეთე. მინდა აღნიშნო ცხელს ვერ ვსვავ. არ შემიძლია, ამიტომაც ყოველთვის ვსვამ ცივს და ცივი ძალიან კურსტარულად გავაკეთე ახლა, იმიტომ რომ მეზარებოდა. რაც შეეხება რა უნდა გავაკეთო ახლა არის ის რომ basic daily task-ები. ლანგოისა ჩანგელა გუნგე მეილს შევამოწმებ. გადავხედავ გეგმას რა უნდა გავაკეთო და ასე შემდეგ. Sheen, I get the Green Bay J love and split it with my day one. Stay away from მოგალ ახლა მოდი თან ყავას დავასრულებ და თან დღის გეგმასავით გავწეროთ. პირველი ჩემი გეგმა იქნება ის რომ წავიდე დარბაზში. ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი, მაგრამ არ აღუშავს, ახლა წავიდეთ. ჯიმი. მეორე. საუზმე რო დავწევ ძალიან ბანალურია, იმიტომ რომ საუზმე ისეაც უნდა ვჭამო, მაგრამ მაინც დავწევ. იმის გასავსებებით რომ მე საუზმეს არ ვჭამ ზოგადად, ვსკიპავ ხოლმე. საუზმე. მესამე. უნდა მეთქვა დავასრულო საქმე მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი ადრეა ყველაზე ძინავზე საქმე არ მაქვს. ასე რომ ყველაზე მაგარი გეგმის ნაწილი. დასვენება. ყველაზე საჭირო არის. გაინტერესებთ რატომ მინდოს მაგდეზე კარტოფილი? არ ვიცი რა კიდო. მოგელ ძალიან მეძინება, მაგრამ ნუ რა გაიწყობა, დარბაზში უნდა წავიდეთ. ხო და მოდი ჩავბარგდეთ ახლა დარბაზისთვის. განახებთ რამე მაქვს, ცოტა არეულობა მაქვს უკან და დღის გეგმაში დავამატოთ რომ მოვალ იგიც ავალაკო. შორტი, მაიკა, ფეხსაცმელი. ეს ჩანთამზად არის. ახლა კი მე გავემზადები. Hey. Emotional trauma with a prima donna gasping when she see the commas laughing to conceal the monsters. I feel like Kanye when he lost his Donda when I never pay you back. გამარჯობა. ოეთ. წარმატებული ადამიანებიდან ჯეფ ბეზოსი ყოველ დილით მოდის დარბაზში და აკეთებს ზედატანის ვარჯიშებს. ხო და საკმაოდ ჯანზე არის. რაღაც აეტყობა რომ ასაკშია შესული. ხო, დარბაზში ასოს გადამიღი ასე რომ ცოტა ფერფულია, მაგრამ ნუ არ ვშ სასვიზად. ახლა გავაკეთე მკერდს. მიუხედავად იმისა, რომ შაბათია, ყველაზე basic და მარტივი ვარჯიში ეგ არის და ყველაზე მეტად ეგ მიყვარს, ასე რომ გავაკეთე მკერდს. ძალიან ხმაურია და იმედი არ გაწუხებთ. მინდა ვთქვა რომ გადაღება და ვარჯიში ერთად ძალიან რთული არის და რაც შეეხება განწყობას, ახლა აღარ მეძინება, კარგად ვარ, მაგრამ დაწონებული ვარ, სახლში ვარ. შეიძლება ეგრევე ჩამეძინოს. სხვა შორის ძალიან მეშინოდა დარბაზში გადაღების. უბრალოდ მცხვენოდა. ხო და აღმოჩნდა რომ ყველას ფეხებზე კიდია რა, ასე რომ შეგიძლიათ შვიდად გადაიღოთ. ოღონდ ეცადეთ სხვები არ გამოაჩინოთ. მოგალე დავამთავრე ვარჯიში.
ხუჩი რო თქო ძალიან დავიღალეთ თქო მოგეთყოთ უფრო კადრების გადაღებამ დამღალა მოკლედ ახლა წავალთ სახში უნდა ვჭამოთ უნდა ვიმუშაოთ და უნდა დავისვენოთ რაც თავარია ავის ჩემი აზრით კარგი ვარჯიში გამომივიდა გამისწორდა გადაღებამაც გაასწორა მიუხედავად იმისა რომ დამღლელი იყო მაგრამ ყველაფერი კარგად არის ასე რომ შეგვიძლია ახლა წავიდეთ და დანარჩენ საქმეებს მივხედოთ Let's go. დავბრუნდით სახლში და ახლა უნდა მოვიმზადო საუზმე, რომელიც იქნება ძალიან მარტივად შემწვარი კვერცხი, რადგან აღმოჩნდა რომ ის ადამიანები, ვინც მიირთმევენ კვერცხს საუზმეზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს შემწვარი იქნებათ მოხარშული, უფრო ენერგიულებიც არიან თელ დღის მანძილზე და უფრო გვიან შევდებათ მეორე კვება რა, ესე ვთქვა. საჭმელი რა არის? ყველსაც უშვები ხოლმე, მაგრამ ეხლა დამეზარა, ასე რომ ჩაუჯდები რამეს, ვუყურებ ჭამისას, მივხედავ საქმეებს, რომელიც არც ისე ცოტაა. Slender's PlayStation-ი უყიდია, გილოცავ Slender აქედან, ჯუდობაში. როგორც დილით შეგპირდით, დავალაგოთ აქაურობა, იმიტომ რომ დაახლოებით 1 კვირა ასეყლია ეს ყველაფერი. ხო, დალაგების პროცესში ძალიან ბევრი სისულელს ვლაპარაკობდი, ასე რომ გადავწყვიტე რომ საერთოდ გამეთი შეხმა, მაგრამ გული არ დაიწყო და საერთოდ არაფერს მომბუდი საინტერესოს. ხო, აბსოლუტურად ყველაფერი დავალაგე და საგებილი აღარაფერი აღარ მოკლედ ახლა მაქვს გასაწერი ბროების ახალი ვიდეოსთვის რაღაცები. ხო და მაგას გავაკეთებ. ანდაც მოდი ჯერ მანამდე იმას დავაედიტებ, რა ქვია. TikTok-ი გადავიღე რაღაც დარბაზში რა. თქვენ კი მანამდე შეგახსენებთ რომ არხი გამოიწვა და ვიდეო დაალაიქოთ. არ მინდოდა ამის თქვა, მაგრამ რავი, რატომაც არა ვიტყვი. მუსიკაც არ დაგვაუწყდეს. Okay, ეს ვიდეო დავამთავრე. მუსიკას დავადებ ახლა და ეგ არის და ეგ ძალიან გადაობა ვიდეო გამოვიდა და ამას დავდებ TikTok-ზე. ვიცი რომ ძალიან მაგრად წევარ. კაი, ახლა გავწერ ბროების ვიდეოს რაც არის საჭირო ვაკლებ და მე დავამთავრებ ვიდეოს რა. მანამდე მიყურეთ როგორ წერ წამოკონტროლებული რაღაცას კომპიუტერში. შო, ეგ არის. ესაც დავასრულე.